Çinar, ვერ წარმოიდგენ როგორ წვალობდი რომ ამეწყო. როგორ მოახერხე? არ მეგრს რომ არ გამოგივიდა. ნუ დამცინი მე ხომ ვცდილობდი. ყოველთვის ვამბობდი რომ კარგი გუნდი ვიყავით. ჩემი წინადადება მიიღან. მოდი დავქორწინდეთ. Çinar, არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება ეს რა? მალე ბავშვი დაიბადება. შენგან არაფერს ვითხოვ და არც ველოდები. უბრალოდ მინდა თქვენთან ვიყო. როგორი ჯეუტი ხარ? ჩაღლა ამერიკას. გესმენ ჩაღლა. Çinar, ძალიან აღელვებული ვარ. ნახე რა ლამაზი ოთახია. აქ შენ საჩუქარს დავდებ, ძალიან მოუხდება. ოზენ მოიცადე, ჯერ არა მოალაგო ნივთები. ძალიან ლამაზია ჩაღლა. მეც მომწონს. მართლა მოგეწონა? მე და ოზანი ძალიან მღელავთ. დარწმუნებული ვარ, ბედნიერი ოჯახი გვექნება. შერეშვები როგორ ხარ? საყვარელო არ გაუბრაზებულა. ოზანზე რატომ დაგაუბრაზდე? წამოდი ბები ეგველოდება. ლამაზი არა? მე არ მომწონს. რატომ? ეს ცოტა ამყარი მატრასია, მაგრამ ხმლისთვის ძალიან სასარგებლოა. ასევე კომფორტულად ძილის საშუალებასაც მოგცემთ. დიდი ადგილია. შემოწმეთ. როგორია? მაგარია. მოიცადე მეც ნახავ. მიდით ბარემ თქვენთვის შეერჩიეთ. საწოლი რბილი უნდა იყოს მენექშე. არა, არი უნდა იყოს. ნახე რა კარგია. ნახე როგორია. არა კარგია. მგონი თავისთვის არჩევენ. ორა საყვარლები არიან არა. საბრალოები. ღარიბები ხართ და არ იცით რას ნიშნავს კარგი საწოლი. რბილი საწოლია საჭირო. არა, მე კი მომითხრა მყარი მატრასი ხერხემლისთვის ყველაზე კარგიაო. მე ხომ წელი მტკივა და ვიცი ასეთი რაღაცეები. ღმერთო არ შემიძლია ახლა გონებას დავკარგავ და დავიქცევი. ჩემთან დარჩე კარგი და მშვიდი. მე მივხედავ ყველაფერს. მგონი ეს კარგია არა? ნახე აი ეს. აი ეს გვინდა. გაგიმართლათ, ფასტაკლება გვაქვს. მართლა არა კარგია. მაშინ ავიღებთ. მოგწონს. ახლავე. ჩვენი ერია. ამა თუ დაუჯერებთ აქედან ვერასდროს გავართ. უკვე დავიღალე. კარგი და მშვიდი, ნუ ღელავ. ეს ზაზე? ამ საწოლის ფასი განახევრებულია. ძალიან კარგი. მართლა ჩვენი ერია. სულ რაღაც 1500 ლირა. მოჩადენ მხოლოდ საწოლი თუ ყველაფერი? დიახ, საწოლი. გაგიმართლათ. ჩვენი ერია, გადასარავი ფასია, ძალიან მომწონს. სიზმრებიც ხომ მოყვება? არა უშევსაკო. სამსახურები გვაქვს და ნავნალა ყველაფერს გადავიხდით. შევძლებთ. ხო, გადავიხდით, აბა რა. ახლა ორივე მუშაობთ. არანაირი პრობლემა არ იქნება. ძალიან მოგწონს, კარგია. მოგწონს და ავიღებთ. ძალიან კარგია. გილოცავთ შენაძეს, მადლობა. ზოლებს არ გადავწყვეტეთ? მურჩა. რა გჭირს? დაიღალე? მიხარია საწოლი რომ შევარჩიეთ. ყველაფერი კარგად იქნება, ეკო, აი ნახო. ნავნალა გადავიხდით და ყველაფერს ვიყიდით. კარგი საყვარელო, რა თქმა უნდა გადავიხდით. მამიკო, კარგად ხარ? არა ჩაღლა, ავად ვარ. ასეთი შვილები როგორ გავზარდე? რანაირი ხალხი ხართ? მთელი ცხოვრება შემოგწირეთ. ცდილობდი კარგი ადამიანები ყოფილიყავით. გულწრფელები და კეთილსინდისიერები. თქვენ როგორ მოიქეცით? მამა კარგი, ძალიან გთხოვ მშვიდად, რამე არ მოგივიდეს. ვერ დამშვიდობები. ასეთი ამბავი ოზანს როგორ დაუმალე ჩაღლა? მამა, სხვა გზა არ მქონდა. რატომ არ გესმის? სხვა გზა არ მქონდა. და შენ როგორ დაუჭირე მხარი? რატომ არაფერი მითხარი? არ ვიცი მამა, ასე ჩავთვალე საჭიროდ. შეგიძლია ყველანაირი კითხვა დამისვა კი პასუხებ, მაგრამ რაც მოხდა,
დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ასე არ შეიძლება. ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს არ შეიძლება? სიმართლეს ვერ ვიტყვით, ყველაფერი დაინგრევა, რაც აქამდე ავაშენეთ. მე ჩუმად ვერ ვიქნები. ყველაფერი უნდა გაიგოს. არა, მამა, მომისმინე. ჩაღლა. მამა, შეგიძლია მომისმინო. ჩაღლა გადი ძალიან გთხოვ. შეიძლება მარტო დავტოვოთ. დასვენება სჭირდება. ჩინე, რა ვქნათ? მამა უნდა გავაჩეროთ. თუ ყველა გაიგებს სიმართლეს დავიღუპები. რა გეგონა ჩაღლა? გეგონა მთელი ცხოვრება დამალავდი ამ ამბავს. ხო? რამდენი წელი გავიდა და არავის არაფერი გაუგია. შანსი ჯერ კიდევ მაქვს, უბრალოდ მამა უნდა გავაჩერო და მორჩა. მამა არავის მოусმენს. მე არ მგავს. ჩინარ, თუ ოზანი გაიგებს, იცი რა მოხდება? გამშორდება და ელას წამართმევს. შევძულდები, კარგად ვიცნობ. ამას არ დავუშვებ. რამე უნდა გავაკეთო, რომ მამას ხელი შეუშალო. წუხარ ჩაღლა, მაგრამ ვერაფერს ვერ შევცვლე. მე რა შემეძლო გავაკეთე. მამასთან პრობლემა შენ უნდა მოაგვარო. თუ ეს რა გაიგებს, რომ მამა ამბავს მალავდი, რა მოხდება ჩინარ? ამაზე არ გიფიქრია? შენი აზრით რას იზამს ჩინარ? ჩემი ოჯახის დანგრევა თქვენზეც იმოქმედებს. მამა არ გადაიფიქრებს ჩაღლა. რაც მოსახდენია, ის მაინც მოხდება. ზეინო, იმ ქალთან საუბარს რომ მოусმინე, ოზანი სხვა ადამიანი მეგონა. ხო, მეც გამიგია ასეთი რამ. და რატომ არ მითხარი? რა მნიშვნელობა გქონდა? ყოლად უნდა გენერვიულა. ო, მართალი ხარ. უბრალოდ გამიკვირდა. ძალიან შეიცვალა. თუმცა რას უნდა ველოდო? ასაც ვიფიქრე. რა უცნაურია. მეგონა ერთად იქნებოდით. შვილი გეყოლებოდათ და ბედნიერად იცხოვრებდით. მაგრამ ცხოვრება უცნაური რამეა, არა? ერთმანეთს კარგად გაუგეს. დეიდე ზუმრუტმა ოზანი ძველი მანქანამის საატლას და მას შემდეგ ხელიდან არ უშვებს. თითქოს გრძნობს. რას ამბობ? რას გრძნობს? არაფერი. უბრალოდ თქვი. მე და ოზანი ხშირად ვთამაშობდით ხოლმე ამ მანქანით ბავშვობაში და ამიტომ. ზეინო, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე აქედან. ვეღარ გადავდებ. მეგონა არაფერი შეიძლება და მისი დაბრუნებით მუსა. ბოლოს და ბოლოს რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ასე არ არის. როცა დავინახე, ისევ იგივე დაიწყო. ვერ ვიდან. ცოლად ჩინარს გაჰყვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე ეძია შური მუსა. ჩინარს გაჰყვა ცოლად. ძმაო, ჩემი აზრით, ამიტომ არ გათხოვილა. არა. ამიტომ გათხოვდა. შური ეძია მუსა. ყველაფერი დაანგრია. ძმაო, არ მინდა გაგაღიზიანო, მაგრამ გაგახსენებ, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო. მახსოვს მუსა. ყველაფერი კარგად მახსოვს. როცა ვეუბნებოდი ყველაფერს გამოვასწორებ, მეთქი გაიქცა. ერთი შანსიც კი არ მომცა. დამშვიდობებოდი და ისე წავიდა. არც კი უთქავს რატომ. თუმცა ვინ არის ოზანი? რას არ მოადგენს მის ცხოვრებაში, არა? იდიოტი ვიყავი. მეგონა იმ ღამეს რაღაც შეიცვალა, მაგრამ მეორე დილას ადგა და წავიდა. თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. იმ საღამოს გეგმავდა, როგორ გაიქცეოდა ჩემგან. კარგი დაივიწყე. ჯობია იქ წავიდნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ვალდებული არ ვარ, ეს ყველაფერი ავიტანო.
ჩინარ, ეს რა? ყვავილები რატომ იყიდე? ყვავილები რატომ მომიტანე? არ ვიცი, არ მოველოდი. თითქოს რაღაც ცუდს ვაკეთებთ, ჩინარ, რა საჭირო იყო? ეს რა დამშვიდები? ჩვენ ხომ მოვქორწინდებით. ვიფიქრე გაგეხარდებოდა, ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი. ჩინარ, ამ საკითხზე ხომ ვილაპარაკეთ? შენ კი მეორე დღეს ყვავილები მოგაქვს. რა უნდა ვიფიქრო? არა ვიცი რომ ყველაფერზე ველაპარაკეთ. ვიცი რომ მალე უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. მაგრამ კარგი, წამოდი წავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ. მომეცი, ლარნაკში ჩავდებ. კარგი. დაიგო, აბა რა სრობი? ძმაო, კეთილი იყოს. ნახე რა ვიყიდე, შენთან მოვედი საჯარაოდ. ზესუმზირა. მისმინე, მართლა ძალიან მომენადრე. მეც ძალიან მომენადრე. მოდი დაყარე. იასან. მომისმენე, იცი რა ვიფიქრე? ლონდონში ხომ არ გადმოვიდეთ? მართლა, წამოვალ სამსახურში შევიელიფი წამოვიდოდა და იქ ვიცხოვრობდით. რატომ ძმაო, აქ სამსახური არ გაქვს? აქ რაღაც პრობლემა შემექმნა. არა, არ მითხრა. ხო, არა. ხო. არ გინდა ძმაო. ქორწილის წინ ვინ კარგავს სამსახურს? ყველა ამას რატომ მეუბნებით? ვერ ხვდებით ტრაგედიას რატომ უქმნით, რა ხდება? ქორწილი კრიტიკული მდგომარეობაა? თემას ნუცვლი, მომიყევი რა მოხდა. გამომაგდეს. გამომაგდეს სამსახურიდან ბედნიერი ხარ? რატომ დავიღო ბედნიერი? არავის არაფერი უთხრა. დედა ზომროტი ისედაც ცდილობს ქორწილის ჩაშლას. ჩვენ შორის დარჩეს კარგი? რა თქმა უნდა, ვის უნდა უთხრა? მაგრამ როდემდე დამალავ? რას აპირებ? რას ვაპირებ? დილაობით გავალ ხოლმე ვიდომ სამსახურში მივდივარ და საღამოს დავბრუნდები. იქნებ მალე რამე ვიპოვა. არი ნერვიულო, რამეს მოვიფიქრებთ? იმედიან. ლონდონის ოფისიდან მირეკავენ. გისმენ? რა? კარგი, ერთი წუთით. ასეთი რამ გამორიცხულია. პირადად ვიყავი შეხვედრაზე. კონტრაქტში ასეთი პუნქტი არ არსებობს. რა სისულელია? როგორ? კარგი, კომპანიაში წავალ და რომ მივალ დაგირეკავთ დროებით. რა მოხდა? ლონდონის ოფისში რაღაც პრობლემაა, უნდა წავიდე და პრობლემა მოაგვარო. ატლას მიხედე, კარგი? რა თქმა უნდა, არ ინერვიულო, თავს მიხედე. კარგი. ძმაო, ბევრი დაზარალებულია. რამდენიმე თვით ადრე დაჯევშნეს ნომრები, მაგრამ ასეთი სასტუმრო არ არსებობს. ეგ როგორ მოხდა მუსა? არ ვიცი ძმაო, ეს რაც გზაშია, როგორც კი მოვა, მაშინ მოგეთქვი. და ეს რა რატომ მოდის? დაურეკე არ მოვიდეს. ძმაო, ლონდონის ოფისიდან დაურეკე, საქმე მასაბარია და რა თქმა უნდა მოვა. ეს ღამაგრდა. ვერ ხვდები ეს რამ ასეთი შეცდომა როგორ დაუშვა. ყოველთვის ყურადღებით ეკიდება ამ საქმეს. ანუ უყურადღებოა. კეთილი იყოს გალბატონო ესრა. მადლობა. რას შრობი ესრა? ჩინარ, გამარჯობა. ატლასთან ერთად ჩემს მშობლებთან წავედი. ბატონი არიფი როგორ არის? უკეთ არის. დილით გამოწერან. ძალიან კარგი. ჩინარ, რაღაც უნდა გითხრა. ლონდონის ოფისიდან დაგირეკეს? არა, რა ხდება? მგონი საქმე თაღლითობასთან გვაქვს.
და ეს როგორ მოხდა? ამ საკითხზე რამდენიმე მუშაობთ. ვერც მე გავიგე. კომპანიაში მოვედი და ლონდონის ოფისთან კონტაქტზე ვიქნები. იქნებ რამე გავარკვიო. კომპანიაში ხარ? ო, ჩინარ, სხვა გზა არ მაქვს. ადვოკატებიც მოვლენ, დილამდე ვერ მოვიცდით. კარგი, მაშინ საქმეს მიხედე და მე გადმომირეკე. კარგი? კარგი. თხოვ, შენ არ ინერვიულო, მთავარი მამა შენი ჯანმრთელობაა. Babam daha önemli, tamam mı? Lütfen sadece buna odaklan. მადლობა. ესრა, შენთან სალაპარაკო მაქვს. Ne oldu? რა ხდება, ჩინარ? რამე ცუდი მოხდა? არა, ტელეფონში ვერ გეტყვი. კარგი იქნება თუ ხვალ დილით პირისპირ ვილაპარაკებთ. Yani tamam, კარგი, görüşürüz. დროებით. Çınar, ჩინარ, ne oldu? რა ხდება, ვისალაპარაკებოდი? ესრას ველაპარაკე. კომპანიაში რაღაც პრობლემაა. რა? ეს რა კომპანიაში მივიდა? Aman ne güzel. შვენიერია. არასდროს შერდებიან, ყოველთვის პოულობს ოზონთან ყოფნის მიზეზს. ჩაღლა ნორმალურად ველაპარაკე. ჩემი ცოლი, შენს თავში ნუგერევა. ვიფიქრე და გადავწყვიტე, ესრას უნდა დაველაპარაკო, სანამ მამა რამეს იტყვის. რა? ყველაფერი უნდა უთხრა. Ne konuşuyorsun? რას ამბობ? Ya siz beni შენ და მამამ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტეთ? ჩემზე არაფერს ამბობ, ჩემ შულს მაინც როგორ წირავთ ასე? ჩაღლა თუ ესრა რამეს გაიგებს, მხოლოდ ჩემგან გასაგებია. არც კი ვიცი მაპატიებს თუ არა. ყველანაირი საბუთი შევამოწმე. ასეთი რამ არ გამორჩებოდა, გამორიცხულია. ანუ გამოგრჩა ესრა. ოზან, ჩემი თვალით ვნახე სასტუმრო. კონტრაქტის თითოეული პუნქტი შევათანხმე. ხო, მაგრამ თავარი შედეგი ესრა. ხედავ რაც მოხდა. მე საქმე დაღლეთებთან გვაქვს. ერთმანეთთან მაინც აღარ ვიჩხუბოთ. ისედაც პრობლემები გვაქვს. შეიძლება ეს უბრალოდ აღლითობა არ არის. ეგ როგორ? ვიღაც გვეთამაშება. ცდილობს კლიენტები დაგვაკარგვინოს. ხო, მაგრამ ეს ვის სჭირდება? ეს უკვე არ ვიცი. გამარჯობა. კეთილი იყოს ლეილა. როგორ ხარ? უსამხო მაგისტრა სიტუაცია ვითარება მძიმდება. ყოველ წუთს ვიღებ საჩევრის წერილებს. არ ინერვიულო. ახლავე დავგეგმავ საგანგებო თათბერს და ყველაფერს მოვაგვარებთ. ნორმალურად ამეხსენი რა მოხდა, დეტალები მაინტერესებს. ეკო, იცი აკოს რა ტკბილად ძინავს. ო, არა. ო, მამა შენის მხარზე ჩაეძინა. ყველაზე საყვარელი ბავშვია, ნამდვილი ანგელოზი. ჩემი სიცოცხლე. გეუბნებოდით ბიჯი-ბიძიას ემსგავსება მეთქი. როგორც ჩანს, ატლასმა ჩემი ქარიზმა და სისაყვარლეა იყო. ბედნიერი მომავალი ელის. ეს რას დაველაპარაკები? არ მინდა რომ წავიდნენ. ჩემი შვილიშვილისგან შევსყოთ და აღარ შემიძლია. ვატყვი არ წახვიდეთ მეთქი. რა მოხდა აქ რომ დარჩნენ? დედა, ლაპარაკით რას შეცვლი. ლონდონში თავიანთი ცხოვრება და წესი აქვთ. ვიცი რომ საკუთარი ცხოვრება და წესრიგი აქვთ, მაგრამ ეს რა უცნაურად იქცევა შვილო. მამა შენმაც მითხრა. მე არ შევაწუხე კითხვებით. მამა შენსაც უთხარი ბედნიერია მეთქი, მაგრამ მეც არ ვარ მშვიდად. დედა, ჩემ დასთავი დაანებეთ ძალიან გთხოვთ. თავისი ცხოვრებით იცხოვროს. ლონდონში მშვიდი და ბედნიერია, გეყოფა აქ თხოვ. შენც მიდიხარ? მე და მამა შენი გინდათ მარტო დაგტოვოთ არა? მე აქვე მივდივარ, შორს ხომ არა? ვიცი. ვიცი რომ იმ ქალმა გაიმარჯვა. ჩემი შვილი წამართვა. ახლა დამაფასე, როცა მივდივარ. გეწყინა არა რომ გადავდივარ, რა გჭირს? ნუ ხუმრობ გეყოფა მაიმუნობა. ეს მოტოციკლი ამოიტანე და კაფე დავკეტოთ. სწრაფად. დილით ადრე უნდა ადგე. ოჰო, სამსახურში მივდივარ. კარგი არის რომ ახლა ამოვიდან. ადრე კი ავდგები, მაგრამ მე საწავიდა. დრო რომ გავიყვანო. მიდი, რამე მოიფიქრე. მოკლედ ეს სიტუაცია უნდა უარყოთ და სასამართლოში თავი იმართლოთ, რომ ამ საქმესთან კავშირი არ გაქვთ და ზერალზე პასუხს არ აგებთ. Konuyla ilginizin olmadığını söyleyip yine de mağduriyetleri gidereceğinizi açıklayacaksınız. არ გეთანხმებით. ერთი ბოდიშით მსგავსი სიტუაციიდან თავს ვერ დავიძვრანთ. დრას გთავაზობ. პირადად შენ უნდა გამოხვიდე სიტყვით. პრესკონფერენციაზე ყველაფერს აუხსნე ჟურნალისტებს.
იტყვი რომ წუხართ მომხდარის გამო და ყველანაირ ზარალს ავანაზღაურებთ. Gidereceğimizi söyleyeceksin. კარგი თანახმა ვარ. Çok güzel. დილამდე გამოსასვლელი სიტყვა მზად უნდა იყოს. Açıklaması hazırlayalım. ოზან, შეგვიძლია სიტყვა ჩვენ ორმა მოვამზადოთ დილამდე. თან რამე საჭმელი გამოვიძახოთ. რა სიტყვი? კარგი. ჩვენი ერი იდეა. შეგიძლიათ გახვიდეთ. Size იალ სამუშაოს გესურვებთ. სასამართლოს დასკვნა რამდენ ხანში იქნება? სიტუაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ. ესრა. შეგიძლიათ სასტუმროს შესახებ ინფორმაცია მეილზე გადმომიგზავნო. რა თქმა უნდა, მოსახვალ კომპანიაშიც მოვალ. მადლობა. ოდესმე გენახავს ასეთი რამ მუსა. სანამ სიტუაციის დეტალებში გავერკვევდით, ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა. რაღაც ხდება ამ საქმეში, რაღაც არ მომწონს. Bu olayda çok tuhaf bir şey var. მართალი ხარ. რაღაც რიგზე არ არის, მაგრამ რა? Selam. გამარჯობა. Ne oluyor da? გარეთ რა ხდება? Bütün ყველა კართან დგას, უამრავი კითხვა დამისვეს, სანამ შემოვიდოდი. რამე უთხარი? Hayır Ozan. რა თქმა უნდა არა. Bu arada ხო მართლა, გუშინ პატარა გამოძიება ჩავატარე. bu dolandırıcılar თაღლითები daha ადრეც önce ცდილობდნენ ჩვენს კომპანიაში შემოსვლას, მაგრამ როგორც ჩანს, არ ავიყვანეთ. ამის შემდეგ სისტემატურად მოდიოდნენ და იღბალს ცდიდნენ. özellikle kılık değiştirip sürekli şanslarını denemişler. ანუ მათი პირდაპირ მიზანი ჩვენ ვართ. ასეთი სიტუაცია სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ არავის გაურბი ვართ. მზად ვართ ყველანაირი ზარალი ავანაზღაუროთ. სადაც არ უნდა იყვნენ ეს თაღლითები. იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში დააპატიმრებენ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ მშვიდად ჯდომას. ჩვენი კლიენტები ჩვენი მხრიდან არ დაზარალდებიან. ყველანაირ ხარჯს კომპანია დაფარავს. შეგიძლიათ ამაში დარწმუნებულები იყოთ. რამე კითხვები ხომ არ გაქვთ? ბატონო ოზან, ზარალს როდის აანაზღაურებთ? ეჭვი ვინმეზე გააქვთ? თქვენს კომპანიას ებრძვიან ბატონო ოზან. მეგობრებო, ჩვენს კლიენტებს ნახევარ გზაზე არასდროს ვტოვებთ და არც ახლა მოხდება. უფრო მეტიც. არავითარ შემთხვევაში არ დავამთავრებთ გამოძიებას მანამ, სანამ დამნაშავეებს არ ვიპოვით. არ იდარდოთ. ვერასდროს მეხვდებიან. არ ვდარდობ. უბრალოდ არ ველოდი, რომ პირველი დარტყმა წააქცევდათ. ეს ჯერ დასაწყისია. მოიცადე ბალის და კიდევ. კიდევ გინდა კომფორტულად ხარ ასე? Neden sakladın? რატომ შოვა? Sen benim შენ ხომ ჩემი ციხეს ემაგრე ხარ, ჩემი საყრდენი. Sen de შენ თუ არა ბაბის უნდა ვენდო. მამა, ჩაღლა ჩემი და არის. დაბადებიდან ერთად ვიყავით. ბავშვობაშიც ასე იყო. როცა რაღაც სდგიოდა ხელს მიჭერდა. შენ რა არ გახსოვს? მესმის რომ ჩაღლამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მას ჩვენს გარდა არ ამიყავს მამა. ჩვენ თუ არ დაუდგებით გვერდით, მარტო ვერ დავტოვებდი. იცი მე ხელი ბავშვობაში მოვკიდე და აღარც ახლა გავუშვებ. bana söyle. ჩემთვის უნდა გეთქვა. Tek başına გადაწყვეტილება მარტოს არ უნდა მიგეღო. როგორ უნდა მეთქვა მამა ღვთის გულისათვის? ხომ ხედავ რა დაგემართა? თან უდედოდ გავიზარდეთ და გვეკითხები, რატომ ვუჭერთ ერთმანეთს მხარს ნებისმიერ სიტუაციაში? ეს ხომ მოსამართლობაა, მამა. ეს რას დღეს დაველაპარაკები?
შენ კი ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი. Yapacağım. ისედაც ასე მოვიქცევი. ძმაო, შენმა გამოსვლა მიმოქმედა. კარგი რეაქციები გვაქვს ხალხის, ნოდობა დავიბრუნეთ. კარგია. შვენიერი. თითოეულ დაზარალებულს დაელაპარაკეთ, კარგი? უყურადღებოდ არავინ არ დატოვათ. კარგი ძმაო, ახლავე. და თქვენს ყურადღებით უნდა იყოთ. მგონი სიტუაცია ყველამ გაიაზრა. ჩვენი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ მართალი ხარ, მეტი ყურადღება გვმართებს. რადგან ერთ-ერთი თანამშრომელი შემოგზავნილია. მაგას მე მივხედავ. თუ საქმე დაამთავრე, შეგიძლია წაბრძანდე. მე საქმუშავებ და სანამ საქმეს არ დავასრულებ, არსაც წასვლას არ ვაპირებ. თუ თავს კომფორტულად არ გრძნობ, შეგიძლია შენს კაბინეტში გახვიდე. გისმენ ჩინარ. ეს რა? აბარაკენით, მოგვარდა პრობლემა. ყველაფერი კარგად არის? კი, ყველაფერი კარგადაა. რომ მოვალ დეტალურად აგიხსნი. ბატონი არიფი როგორ არის? კარგად არის, უკვე სახლში ვართ, გამოწერეს. ეს რა, შენთან სალაპარაკო მაქვს. სახლში გელოდები. არა მოხდა ჩინარ. სახლში რომ მახვალ, ამაზე მე რა ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი, გამოვდივარ. კარგი, გელოდები. ბატონო არიფ, როგორ ხართ, თავს კარგად გრძნობთ? კარგად ვარ, მადლობა ღმერთს უკვე გამომწერეს. და ახლა უკვე სახლში ვარ. ოზან გამომიარე. შენთან სალაპარაკო მაქვს. დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვალ. Tamam. კარგი, დროებით. დროებით. ჩემი პრინცესა მოვიდა. ჩემო სიცოცხლე. აბა როგორ ხარ პატარა? კარგად. მამა. ვის ელაპარაკებოდი? ოზანს. დავიბარე და მალე მოვამ. რა? რას ნიშნავს მოვა? ელა ბახში ითამაშე, ბაბლას ნოაწუხებ. მამა, იცი რა ვიფიქრე? ელა საერთოდ არ გეყვარს. რას ბოდევ ჩაღლა? მის გამო სიცოცხლეს დავთმობ. მამა, ასე არ მოგვექცე. ჩემზე თუ არ ფიქრობ, ელაზე იფიქრე, გთხოვ? სამყარო თავზე დაინგრევა. სათამაშოები მოვიტანე. მოგეწონა? Beğendin mi? მიგიყიდე. აბა ნახე როგორ თმაქვს. რა გინდა, რა უნდა დავარქვათ? გიუნაში. გეონეში. Çok ძალიან ლამაზი სახელია. გონი უხდება. რა მოსაწყენი აქვს საკმაოდ ჯდომა. ადრე ასე როგორ ჩერდებოდი ხოლმე მთელი დღე. იქნებ ისევ ცადო სამსახურში მისვლა. იქნებ ამჯერად გამემართლოს. კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ, დროებით. წავედი. ეკო? შემოყვავილო პარკში რა გინდა ამ დროს? აქ რა საკეთებ? შენ რა საკეთებ აქ? მაღაზიაში გამოვედი და მე პარკში სემეთი საჭმელად. მაღაზიაში? მაღაზიიდან მოდიხარ? ო მაღაზიაში ვიყავი, მე გავისერნე. შენ ხომ იცი მე როგორ მეყვარს ბუნება. უდო ვზივარ აქ და სუფთა ჰაერს ყლაპავ. თან სამსახურზე ვფიქრობ. გამოგაგდეს არა? შემოყვავილო. მოდი, დავსხდეთ. არა. ძალიან გთხოვ. არა, გთხოვ. საყვარელო გთხოვ მომისმინე. ყველაფერი გართულდა. თავიდან ჩემი სურვილი წამოვედი, მაგრამ მე რა დავბრუნდი. არა, მინდოდა მემუშავა. მეორე დღესვე მივედი გეფიცები, მაგრამ აღარ მიმიღეს. გამომაგდეს. ანუ შენი სურვილით წამოხვედი სამსახურიდან. ხო, ჯერ მე წამოვედი გეფიცები. ანუ არ ითვლება გამოგდება, არავის გამო უგდიხარ. ხო, არა. ანუ კომპენსაციას ვერ მიიღებ. კომპენსაცია სულ დამოვიწყდა. შემოყვავილო, ვეღარ ვუძლებდი. იცი, აღარ შემიძლია.
ეს ჰალსტუხი მახრჩობდა და გეფიცები თავი დაბუმული ცხოველი მეგონა. თამის მენეჯერი სულ თავზე მედგა და მაკონტროლებდა, სულ შენიშვნას მაძლევდა. შენ ამაზე არ ინერვიულო, კარგი? სხვა სამსახურს ვიშოვე, სადაც ჰალსტუხი აუცილებელი არ იქნება, გვირდები. კარგი, დარწმუნებული ვარ, ამას იპოვნე. არ არის პრობლემა. მართლა, ხო, იმედია იპოვე. გვირდები. ეგო. დედას არ უნდა ვუთხრათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს, რომ სამსახური დაკარგე, თუ რომ კიდევ რამეს მოიმიზეზებს ქორწილის გადასადებად. ხო, არაფერს არ ვეთქვი, შენ არ ინერვიულო, ვერაფერს გაიგებს. ბატონო არიფ, Merhaba Aykan. არა, არ შეწუხდეთ, არ ადგეთ. თავს როგორ გრძნობთ? კარგად ვაშველო, გეთილა იყოს. თქვენთან რაღაცა ლაპარაკო მაქვს. ჩინარი სად არის? ეს რა? ჩინარ, ბატონ არიფს ჩვენთან რაღაც საკითხზე უნდა საუბარი. ბატონო არიფ, მეგონა ცალ-ცალკე ველაპარაკებდით, მაგრამ მე ხარ რომ ყველანი აქ ხართ ბავშვება. თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. მამა, არა ჩინარ. ეს საუბარი ყველას ეხება, ვინც აქ ხართ. არ გამაწყვეტინო. ბოლომდე მათქვევინე. გადაწყვეტილება უკან მივიღე. საქმეს ვუტოვებ და პენსიაზე გავდივარ. ქალაქ გარეთ ვიცხოვრებ. დავწმუნდი, რომ ჩაღლას და ჩინარს ჩემს გარეშე შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. ამერი და მმართველობას თქვენ გაბარებთ. განსაკუთრებით შენ ჩინარ. ლონდონში აღარ დაბრუნდებით. მამა, ჩვენი ცხოვრება იქ არის. ეს საკითხი აღარ განიხილება. ეს რა გამიგებს? თქვენ აქ უნდა დარჩეთ. როგორც ხვდები, ეს საქმე მე არ მეხება. შენს ჩვენი ოჯახისევრი ხარ და მინდა რომ ჩემი გადაწყვეტილება შენს გაიგო. გასაგებია. გამონჯანმრთელებას გისურვებთ, ბატონო არიფ. ოზენ მოიცადე, პალტოს ავიღებ და ერთად წავიდეთ. გარეთ დაგელოდები. მამა, გთხოვ, ვილაპარაკოთ. მე უკვე ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა ჩინარ. ჩემს ოთახში ვიქნები. პრინცესა, დროებით. დროებით, მამა. წამოდი საყვარელო. ჩინარ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? კარგი ეს რა, დამშვიდები. რას ნიშნავს დამშვიდე? არ იცი რომ მაგ დარჩენა არ შემიძლია, არ მინდა სტამბოლში ცხოვრება. რატომ ეს რა? არ მოგბეზრა და გაქცევა. ჩინარ, რას ამბობ? სისულელეს რატომ მეუბნები? ეს რა მესმენა? შენი ოჯახიც აქ არის. მამა ჩემის მდგომარეობაც იცი. მომისმენე, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. ეს რა? წავედით საყვარელო. მამაც აქ არის. წამოდი საყვარელო.
დედა, თოჯი ნედამრჩა. კარგი, ოზან, ელა შენთან დარჩეს, მე თოჯინეს ავიღებ და მოვალ. შენს თოჯინას მანქანაში ხომ არ დაველოდოთ? წამოდი პატარავ. ესრა შეგიძლია მომისმენო. ჩინარ, რა უნდა მოგისმინო? მამა შენს წინააღმდეგობაც არ გაუწიე. ესრა, მამამ ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა. რატომ არ უნდა დავრჩეთ? ვერ დავრჩებით. ასეთ რამეს როგორ მეუბნები? თუ საკუთარი თავი დააყენე ჩემს ადგილას. ესრა, ასე რატომ იცევი? თითქოს ნახევარ გზაზე გტოვებ. რატომ არის ასეთი რთული შენთვის აქ ცხოვრება? იმიტომ რომ ოზანს თვალებში ვერ ვუყურებ და ვერ დაუმალავ საკუთარი შვილის არსებობას. არ შემიძლია მის გარეშე გავზარდო, როცა რაიონში და სამსახურში ჩემს გვერდით იქნება.